ადამიანის ყველა საქმიანობას თავისი დანიშნულება აქვს. მაშინ რა მიზანი აქვს ეკლესიაში სიარულს? რა არის ჩვენი რწმენის მიზანი? თქვენი რწმენით აღწევთ სულების ხსნას. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენი რწმენის მიზანი ჩვენი სულების ხსნაა. თუ ვერ გადავრჩებით ჩვენი სულები ჯოჯოხეთში, სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენი სულების ხსნა ნიშნავს მარადიული სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ტანჯვისგან გათავისუფლებას და მარადიული სიცოცხლის მიღებას. ჩვენ განწირულები ვიყავით მარადიული ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის, მაგრამ ღმერთმა მარადიული სიცოცხლე დაგვპირდა. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი რწმენის მიზანი მარადიული სიცოცხლეა. მაშ რა გვითხრა იესომ ჩვენმა მხსნელმა მარადიული სიცოცხლის მისაღებას რომ გავაკეთოთ? უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. ჩვენ უნდა ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი, რათა გქონდეს მარადიული სიცოცხლე. მაშ, როგორ შეგვიძლია ვჭამოთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი? აიღო იესომ პური აკურთხა და თქვა, ეს ჩემი სხეულია. ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღურელი ცოდვათა მისატევებლად. იესომ პასექის პური თავის სხეულად უწოდა და პასექის ღვინო თავის სისხლად. ახალი აღთქმის პასექის დამცველებს მარადიული სიცოცხლე აქვთ, რადგან ისინი არიან იესოს ხორცის მჭამელები და მისი სისხლის მსმელები. ამიტომ მოდით ისევე აღნიშნოთ პასექი, როგორც იესომ და მისმა მოწაფეებმა აღნიშნეს, რათა გქონდეს მარადიული სიცოცხლე, ჩვენი რწმენის მიზანი და შევიდეთ სათა სასუფეველში.